ალბათ, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ TBC ბანკმა შეიძინა კომპანია კოპენბური, სადაზღვევო კომპანია, დასრულდა თუ არა მისი რებრენდინგი და როდიდან დაიწყებს კომპანია ახალი სახელით ოპერირებას? პრაქტიკულად უკვე დასრულდა მხოლოდ სახელის გამოცვლის ფორმალური ნაწილი, ანუ კოპენბური ამ სახელით აღარ იქნება კომპანია TBC დაზღვევის სახელით. რაც შეეხება რებრენდინგის პროცესი კიდე გრძელდება, იმიტომ რომ საჭიროა კიდე სხვა დამატებითი ღონისძიებები. TBC დაზღვევა როდისგან გაყიდის თავის პროდუქტებს მომხმარებლისათვის და სად შეიძლება ამ პროდუქტების შეძენა? გაყიდვები დაწყებული არის უკვე. გაყიდვები ხორციელდება როგორც თავად ძველი კოპენბურის, ანუ TBC დაზღვევის ნაწილში, ოფისებში, ფრანტ ოფისებში, ასევე რეგიონებში და TBC ბანკის ყველა ფილიალში. ამას დაემატება სულ ცოტა ხანში ბანკ რესპუბლიკას ფილიალებიც და პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გაყიდვები ფოკუსირებული ძირითადად საბანკო ოფისებში, მაგრამ ამავე დროს TBC დაზღვევის ცალკე წარმომადგენლობით ფრანტ ოფისებში. რა სადაზღვევო პროდუქტებს შესთავაზებთ? სიახლეები ბევრი არის. პრინციპული სიახლე გახლავთ ის, რომ ეს თითქმის ყველა პროდუქტი მაქსიმალურად ციფრული პლატფორმით იქნება გაყიდული, მაქსიმალურად მოხერხებული არის როგორც გაყიდვის პროცესი, ისე ზარალების ანაზღაურების პროცესი. დაზღვეულს ხშირი და გრძელვადიანი შეხება აღარ იქნება სადაზღვევო კომპანიასთან ან სადაზღვევო კომპანიის აგენტთან. თვითონვე მოაგვარებს ეს, იქნება მობილური ტელეფონით თუ კომპიუტერის მეშვეობით. თავად პროდუქტებს რაც შეეხება, როგორც მოგეხსენებათ, TBC დაზღვევა ჯერჯერობით სამედიცინო დაზღვევის სფეროში არ არის, ყველა სხვა დანარჩენი დაწყებული საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევები, უბედური შემთხვევების დაზღვევები, მანქანების დაზღვევები, ქონების დაზღვევები, როგორც საცალო, ისე კორპორატულ სექტორში სრულფასოვნად იქნება წარმოდგენილი. ხომ არ ეცვლებათ არსებულ მომხმარებლებს მომსახურების პირობები? კოპენბურის არსებულ მომხმარებლებს პირობები გაუმჯობესდებათ, როგორც ტარიფების ნაწილში, ისე ტექნიკურად მომსახურების ნაწილში და რასაკვირველია, ბრენდი ახალ ხელწერას შეიტანს და ეს ხელწერა ძალიან მალე დაეტყობა ბაზარს. იქნება TBC დაზღვევის კონკურენტული უპირატესობა? დაზღვევა ძალიან რთული პროდუქტია, ჯერ კიდე კულტურულად არ არის გამჯდარი ქართულ საზოგადოებაში, როგორც არც ბიზნესში, როგორც სავალდებულოდ მოსახმარი ფინანსური პროდუქტი. დაზღვევა არის საფინანსო ინსტიტუტი, საფინანსური მომსახურება. განსხვავებული იქნება როგორც პროდუქტებში დაფარვების ნაწილი, ასევე მომსახურების ტექნიკა, სიმარტივე, პოლისის გამოწერის და ზარალის ანაზღაურების ავტომატიზირებული პროცესები. გარდა მაგისა, კორპორატულ დაზღვევებშიც არის გარკვეული ცვლილებები და მათ შორის კომპლექსური ფინანსური მომსახურებები და არა მხოლოდ ცალკეული დაზღვევები. ბაზრის რა წელს დაიკავებს ეს კომპანია, როგორ ფიქრობთ, რაიმე გათვლები თუ არის ამ მიმართ? სტრატეგიულად 5 წლიანი გეგმის მიხედვით ჩვენ საკმაოდ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ ვიყოთ ლიდერები. ბაზრის წილებს რაც შეეხება ჯერჯერობით სადაზღვევო ბაზარზე მაინც და მაინც სტაბილური ბაზრის წილები არ არის, იცვლება ხშირად, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ იქაც ნომერ პირველები, ისე როგორც საბანკო სექტორში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.